ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, ანუ შუა და ერეფანში ტურიზმმა მზარდია, თუმცა მონაწილე ქვეყნებს შორის მეტი კოორდინაციის და დამატებითი ინვესტიციების საჭიროება იკვეთება. ამ საკითხებზე ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში მსჯელობდნენ. ჩვენთან არის ზვიად ჭუმბურიძე და სწორედ მასთან ერთად ესე ვთქვათ წლევანდელი ფორუმის მიგნებებს შევაჯამებთ დღეს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ყველას ზვიად, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში აი ამ კითხვას დაგისვამთ, რომ რა იყო წელს აი ამ ფორუმის, ესე ვთქვათ, მთავარი მიგნებები, რა არის შეცვლილი შუა და ერეფნის, ესე ვთქვათ, სასიკეთოდ თუ პირიქით. დილამშვილობისა, კიდევ ერთხელ ქალბატონო ელენე, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო მეხუთე კონფერენცია შავი ზღვის პლატფორმის. თქვენ წარმოიდგინეთ მეხუთე და მე ვფიქრობ ყველაზე საინტერესო ვინაიდან წელს მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფერენციაში დაახლოებით 8 ქვეყნის დელეგაცია. ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. მე მინდა გითხრათ, რომ თავისთავად შუა და ერეფანი მარტო არასამთავრობო ბიზნეს ორგანიზაციები ვერ შეძლებენ რომ რაღაცნაირად იცით აი სისტემაში მოვიდეს და გამოვითარდეს თუ არ იქნება სამთავრობო მხარდამჭერა. სამთავრობო მხარდამჭერა მე არ გულისხმობ მარტო ჩვენ ქვეყანაში, აქ ადგილზე საქართველოში, არამედ ყველა ქვეყნის ინტერესია და უნდა იყოს გაძლიერებული ინტერესი, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა ცენტრალური აზიის რეგიონს, გაუჩნდა ჩვენ რეგიონს, იყოს განხორციელებული წარმატებით. ანუ გულისხმობ იმას, რომ შუა და ერეფანი დამკვიდრეს როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა გადაზიდვების, ტრანსპორტირების და შუა და ერეფანს გაუჩნდეს მნიშვნელოვანი დატვირთვა აზიისა და ევროპის დაკავშირების აი ამ სეგმენტში. მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მოსაწესრიგებელი, სწორედ გუშინ იყო აი ამ თემებზე საუბარი. ეს ეხება ნახეთ პირველ რიგში საერთო განწყობას, ხელისუფლებების, არასამთავრობო სექტორის, გულისხმობ ბიზნეს სექტორს და ასევე თანხმედრას ბევრი რიგ ისეთ საკითხებში, სადაც ნამდვილად არის პრობლემები. ეს არის სატარიფო სისტემები, ეს არის გადაზიდვების, ამ შემთხვევაში ტვირთის მოზიდვის თემატიკა. ასევე ნახეთ როგორ არის მნიშვნელოვანი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, ვინაიდან თუ იმ ქვეყნებში, საიდანაც ტვირთი გაივლის შუა და ერეფანს, მე გულისხმობ ცენტრალური აზიიდან ძირითადად წამოსულ ტვირთებს, მან საჭიროა ყველაფერი ისე იყოს გათვლილი, რომ ტვირთ შეფერხება არ კონდეს. ანუ ინფრასტრუქტურული მოწყობა იყოს ისე დალაგებული, რომ არ იყოს სირთულეები, თქვათ, ეს იქნება კასპიის მონაკვეთი, თუ ასევე სხვა მონაკვეთები, როგორც არის ცენტრალური აზიის და ჩვენი მონაკვეთი. ნუ საქართველოს ფუნქცია გუშინ კიდევ ერთხელ აღნიშნეთ და ყველა მონაწილე სხვათა შორის ერთმნიშვნელოვნად დაეთანხმა ჩვენ მოსაზრებას, რომ საქართველოს ფუნქცია არის უმნიშვნელოვანესი სწორედ შუა და ერეფნის განვითარების მიმართულებით. ვინაიდან აი ესე შევხედოთ ამ თემას, თუ რუსეთი შეძლებს რომ საქართველოს ჩაკეტოს და პრაქტიკულად ქმედით უნდა რომ იყოს სწორედ ამ მიმართულებით გამოდის რომ სწორედ ის მიზანი რაც რუსეთს აქვს მიღწეული იქნება ალტერნატივა გაჩნდება სხვა და შუა და ერეფანი დაკარგავს მიმზიდველობას. რატომ არის ჩვენი სეგმენტი ქართული ამ შემთხვევაში სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქართველოს როგორც ევროპის კარიბჭე ქვეყანა აკავშირებს ცენტრალური აზიის და არა მარტო ცენტრალური, დავარქვათ აზია ევროპის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომელიც შავი ზღვის მეშვეობით საბოლოო ჯამში ახდენს სწორედ აი ამ ტვირთების და შუა და ერეფნის რეალიზებას, ამ ტვირთების გადატანის, გადაზიდვის რეალურ ქმედებას. აი რითი არის ვთქვათ თქვენი ფორუმი განსხვავებული ვთქვათ იგივე აბრეშუმის გზის ფორუმისგან თუ იყვნენ ვთქვათ ისეთი მონაწილეები რომლებიც აბრეშუმის გზის ფორუმსაც ესწრებოდნენ და იმ ფორუმის საფუძველზე რომელიც უფრო ესე ვთქვათ სამთავრობო დონის ფორუმია რამე თუ არის შეცვლილი ან დაცული ისეთ რა იყვნენ ესეთი მონაწილეები აი ჩვენი მაგალითად რუმინელი პარტნიორები იყვნენ რომელიც ასევე აბრეშუმის გზის შეხვედრას ესწრებოდნენ
სულ რამოდენიმე კვირის წინ, მაგრამ აქ არის ძირითადად რაზე იცით საუბარი, ნახეთ, რომ თავარი არის რომ ბიზნესი შეთანხმდეს თუ ერთი ხმა შეიქმნას, აი ამ ქვეყნებიდან, ნახეთ, ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი გზავნილი იყოს მომზადებული ოღონდ ბიზნესის მხრიდან და რა თქმა უნდა მე ხელისუფლებებმა ამ ქვეყნების უნდა გაითვალისწინოს ყველა ის მოთხოვნა რასაც მოითხოვს ამ შემთხვევაში ლოჯისტიკური ბიზნესის განვითარება. აქ არის ერთი საინტერესო თემა, გუშინ შევთანხმდით კიდეც, რომ ეს შეხვედრა, რაც გუშინ ჩატარდა, არ არის მარტო კონფერენციისთვის. ჩვენ ვაგზელებთ ორი შეხვედრა გვექნება, სამუშაო, ერთი იქნება ბათუმში, ალბათ სადღაც მომავალი წლის დასაწყისში და შემდეგ გვინდა ყაზახეთში ჩავატაროთ ერთი დიდი შეკრება, სადაც ყველა ამ შემთხვევაში მონაწილე, როგორც თბილისში იყო გუშინ, აი ეს ყველა თავს მოიყრის და შეიქმნება დავარქვათ ესეთი შესაძლებელია ესეთი ფორმატი იყოს ან სამდივნო ან საბჭო ან თუნდაც შავი ზღვის პლატფორმის ფორმატში ჩვენ ესეთ შევთავაზეთ რომ იყოს შავი ზღვის პლატფორმა მაგრამ იქ დამფუძნებლები შეიძლება გახდნენ ყაზახებიც, უზბეკებიც, აზერბაიჯანიც, სომხეთიც ნახეთ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გახსნილები რომ საბოლოო ჯამში ერთი ხმა შევქმნათ ბიზნესის მხრიდან თუ რა ჭირდება რა თქმა უნდა და წარმომადგენლობითი იყოს და თითოეული წარმომადგენელი თითო ქვეყნიდან ამ პლატფორმაში თუ გაერთიანდება მე გულისხმობ დაახლოებით ეს იქნება 8-9 მონაწილე ჩათვალეთ რომ ეს იქნება ერთიანი ხმა ყველა ქვეყნიდან რომელიც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ხელისუფლებებს. იმიტომ რომ ეს კომპანიები, ეს მონაწილეები, რომლებიც სწორედ შუადერებთან საცოცხლებენ, ეს ბიზნესმენები, მათზე უკეთესად არავინ არ იცის, სხვათა შორის, თუ რა პრობლემატური საკითხებია ეს დიჯიტალიზაციას ეხება ეს თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება, თქვათ იგივე კასპიის მონაკვეთს შეიძლება შეეხოს თუ საქართველოს მონაკვეთს ამ გადამზიდავებზე უკეთესად, იმიტომ რომ ისინი პრაქტიკაში ხვდებიან აი ამ სირთულეებს, ნახეთ და სხვათა შორის საერთო აქაც საერთო ხმა არის აუცილებლად ერთგვარი რაღაცა ესეთი კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რომ ტვირთების მოზიდვა იყოს გარანტირებული და ტვირთი იყოს. ზით რა არის შეიძლება მოაწყო ინფრასტრუქტურულად, ელენე ყველაფერი დაალაგო, თქვათ ააწყო ისე როგორც ჭირდება ამ შემთხვევაში შუადევრების განვითარებას, მაგრამ ნაკლები ტვირთი იყოს. ამიტომ ყველა სეგმენტის გათვალისწინებით ეს იქნება სატარიფო პოლიტიკა, ეს იქნება ნახეთ განგზობადობა დროში, რამდენი დღე დაჭირდება, თქვათ იგივე ცენტრალური აზიიდან წამოსულ ტვირთს, რომ ჩავიდეს დანიშნულების ადგილზე. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ერთ სტრუქტურაში, არასამთავრობო ბიზნეს სტრუქტურაში მოქცეული და მეორე რაც თავარია საბოლოო ჯამში ესეთივე და არის სხვათა შორის ესეთი ჯგუფი შექმნილი, მაგრამ მე გეტყვით საკმაოდ რთულად და დროში რაღაც განგზობადობაში ძიმედ მუშაობს ეს სტრუქტურა, იმიტომ რომ ნახეთ 7-8 ქვეყნის შეთანხმება საკითხებზე დაუშვათ რაღაც თქვა იგივე. ხო, არა, იცით რა არის, ეს არის სახელმწიფოს გულისხმობ. არ არის მარტივი, აქ შეიძლება რაღაც მონაკვეთების მიხედვით დაიყოს, თქვა იგივე აზერბაიჯანის, საქართველოს მონაკვეთი, რომელიც შეიძლება შესაბამისობაში იყოს ცენტრალური აზიის ნაწილთან, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზულად სამუშაო. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის ელენე ის, რომ ნახეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველა ქვეყნისგან, რომ ეს დაჩქარებული წესით, იმიტომ რომ თუ შანსი, მომენტუმი გაშვებული იქნა იმისა, რომ შუადერეფანი იყოს აი ძალიან ისეთი მე ვიტყოდი ქმედითუნარიანი, მაშინ ჩათვალეთ რომ გაჭირდება, იმიტომ რომ 3-4 წლის მერე ეს დაგვიანებული იქნება. ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს 2 წელიწადში, ჩემი ვარაუდით. თუ კი ეს იქნება ნება ამ შემთხვევაში ხელისუფლებების, იმიტომ რომ გუშინ ჩავატარეთ ჩვენ კონფერენცია, მაგრამ გეტყვით ახლა ნუ ამ დასამალი არაფერი არ არის, ჩვენი მხრიდან მთავრობა არ მონაწილეობდა. და არ განიხილებოდა, რა თქმა უნდა, ამას თავის კუთხე აქვს ის, რომ ბიზნეს უნდა რომ რაღაც თავისი ხმა ერთგვარი შეაჯეროს და შემდგომში თქვათ მე მოემზადოს და ნახოთ როგორ დაალაგდება ეს ყველაფერი,
მაგრამ ესეთი მიდგომებით, როგორიც არის დღეს ზოგადად ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში ტენდენცია ევროპულ განზომილებასთან ძალიან გაგვიჭირდება და სირთულეები გვექნება. იყო ეს ჩემი კითხვა ზუსტად ეს მოვინიშნე, ანუ თქვათ საქართველოს იმ პირობებში, როდესაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო ევროკავშირისკენ მინისტრთა რიტორიკის დონეზეც და მეტნაკლებად ნაბიჯების დონეზე და თქვათ დღევანდელი საქართველოს, რომელიც ღიად მტრულ დამოკიდებულებაში არის ევროკავშირთან თუ ევროპის ბიუროკრატიასთან, როგორც ესე ვთქვათ, ამას აფორმულირებს ხოლმე მთავრობა. აი ამ რაღაც ლოგისტიკური, ტექნიკური დეტალების მიღმა ეს განზომილება ჩანს, რომ აწუხებს ბიზნესს, თქვათ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მათ შორის რეგიონის, ესე ვთქვათ, ბიზნესებსაც. როგორ არ აწუხებთ? აწუხებთ, იმიტომ აქ არის ერთი მომენტი, ნახეთ, გუშინ სხვათა შორის ბევრმა ჩამოსულმა სტუმარმა იკითხა, თუ როგორი დაინტერესებული ამ შემთხვევაში ხელისუფლება ამ თემით. და კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ ამას, მაგრამ ეს ჩვენ ძალებში არ არის, თქვათ, ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს და შავი ზღვის პლატფორმის მოცემულობაში, აი ჩვენ ძალებში არ არის და ყველაფერი, თქვათ, ის რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია გადავწყვიტოთ. არა, ჩვენ შეიძლება მოვამზადოთ ელემენტი. კი, რაღაც პრიორიტეტების დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, მოვამზადოთ და მივაწოდოთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებებს. ნუ მან ეს მე არ გულისხმობ მარტო საქართველოს. საინტერესოა კიდე ის ფაქტი, რომ ნახეთ 4-ვე წინა კონფერენციაში ჩვენ მინიმუმ მინისტრის მოადგილის დონეებზე, თქვათ ეს იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამ თემებში მონაწილეობდით. მაგრამ აქ გაჩნდა ახსნეს, თქვათ, ახლა რა ხდება? არა, აქ ახსნაზე არ არის, ნახეთ, აქ თავისთავად განწყობაა ესეთი უკვე, რომ არავის აღარ უნდა, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩებთან არა აქ, ევროპელ ელჩებთან არავით არის ურთიერთობა. არავით არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ არაერთმა ელჩმა, მე ახლა გვარებს არ გეტყვით, გუშინაც აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ნული დონეზეა ურთიერთობა, თქვათ, იგივე საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. გამომდინარე აქედან ახლა გუში რომ ყოფილიყო ვინმე წარმომადგენელი, რაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. თუ შენ პარტნიორებს არ ცნობ და მას აღიქვავ როგორც მტერს და ამ შემთხვევაში მტრული სახელმწიფოს ელჩს, ნუ რაზე ვსაუბრობთ? ეხლა როგორ შეიძლება იქ რაიმე თქვათ პროგრესულ თემებზე იყოს საუბარი, არა? ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მტკივნეული საკითხი. მე დავამატებ ერთ რამეს და გავმეორდები და ვიტყვი, რომ ელენე, შანსი, როდესაც შენი ქვეყანა შეიძლება განავითარო და ეს შანსი მოცემულობა არის და რეალური მოცემულობა გუშინ ჩვენ ვახსენეთ, სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება. და სად იყო საქართველო? აი აქ ძალიან მარტივი კითხვა ამას, ნუ მაშინ გამოვიდნენ ჩემი კოლეგები ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გაცევს ვიღაცამ პასუხი. 5 ცენტრალური აზიის ქვეყნის ლიდერი იყო ჩასული და შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, სხვათა შორის და შეხვედრა, მე ესე ვიტყოდი. ბოლო აწლეულების მანძილზე ჩვენი აი ამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, როდესაც ამერიკის ადმინისტრაცია ესეთი ყურადღებით ექცევა და ესეთი განწყობით ექცევა ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ის შეხვედრა ლიდერებთან კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საერთო ინტერესი არსებობს სწორედ ამ ქვეყნების მხრიდანაც და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. ასევე შეხვედრა ის ამერიკელების მხრიდან ინიცირებული დავარქვათ ხელშეკრულება, რომელსაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოაწერა ხელი. ეს ხო მე ვიტყოდი ისტორიული უპრეცედენტო შეხვედრა იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად პრაქტიკულად ნახეთ რეგიონის საკითხი გადაწყვიტეს. და ეს ხო კარგად ხვდებიან ჩემი კოლეგები ალბათ საგარეოში რას ნიშნავს, როცა ესეთი შეხვედრები იმართება. ნუ გადაჭარბებაა, რომ იმდენად ეს დასამალი არ არის. საქართველოს შეიძლებოდა ელენე არ არის დასამალი თუ დავამატებთ ამას, რომ იმდენად დიდია სურვილი ამ ქვეყნების, მათ შორის ცენტრალური აზიის, რომელიც ჯერ კიდე გავლენების ქვეშ არის, დიდი გავლენების ქვეშ არის, იმდენად დიდია სურვილი სომხეთის, აზერბაიჯანის და სწორედ ცენტრალური აზიის რეგიონის, რომ ნაკლები გავლენა იყოს რუსეთის სწორედ ამ ქვეყნებზე, რომ წავიდნენ ისეთ გარიგებებზე და ხელშეკრულებებზე, რომელიც პრინციპში საბოლოო ჯამში მათი ეროვნული ინტერესების
დასვას ემსახურება. და ჩვენი ეროვნული ინტერესები სად გამოჩნდა საქართველოს აი ამ ფორმატში. ნახეთ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი იყო და ცენტრალური აზიის ქვეყნები ჩასული და შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ჩვენ აბსოლუტურად ჩაკარგული ვართ ამ კონტექსტში. ყოველ შემთხვევაში საინტერესო და ჩუმი პოლიტიკური დუმილი არის ამერიკელების მხრიდან. კი, აკონასი იყო ჩამოსული, ვთქვათ, საქართველოში ტრიმპთან დაკავშირებით, ზუსტად ანუ ტრამპის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა, ასე ვთქვათ, დეტალები, ვთქვათ, რა საუბრები მიდიოდა, არ ვიცით, ერთადერთი, რაც მომხვდა თვალში, ეს იყო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და იქაც აქცენტი იმაზე იყო ძირითადად გაკეთებული, რომ, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უთხრა აკონას, რომ ამერიკას საქართველოს ურთიერთობებით არის უკმაყოფილო საქართველო და რეალურად სურს ყველაფერს საქართველოს. ჩვენ გავწყვიტეთ სტრატეგიული თანამშრომლობის და დავშალებთ ეს ფორმატი და როგორ ვართ ჩვენ და რატო ვართ უკმაყოფილო, ეს არის საინტერესო. და თუ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები და ცენტრალური აზიის ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყველა შენგარშემო, ნახეთ, აი ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ყველა აქტორი არის კმაყოფილი, რომ მეტნაკლებად უკვე გამოიკვეთა სწორედ ეს დალაგების, ნახეთ, დალაგების პროცესი, თქვათ, ამერიკელებთან და ჩვენ რატო ვართ და ამ დროს მე პირდაპირ გეტყვით, ყველაზე მეტად დალაგებული თუ კი ვინმეს ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არა მარტო ჩვენი რეგიონიდან, ან გულისხმობ ცენტრალურ რეგიონსაც, ცენტრალური აზიის რეგიონსაც, ყველაზე მეტად ჩვენ ჰქონდა დალაგებული. ეს იყო იმდენად მაღალ დონეზე აწეული, რომ ამას არ უნდა რაღაც გამადიდებელი შუში დაკვირვება. ამას აღნიშნავდნენ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, რომ საქართველოს იყო მედროშე სწორედ აი ნახეთ ევროატლანტიკური სივრცის გაძლიერება დაკავშირებასთან მიმართულებით და ერთს დავამატებ კიდე ძალიან მნიშვნელოვანს, ძალიან მოკლედ ვიტყვი, უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი ცენტრალური აზიისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის. მათ ჭირდებათ საქართველოს, რომელიც სწორედ იმ ძაფებით იმ გზაზე იყო, რასაც ქვია საქართველოს ევროპული გზა. ჩაკეტილი, იზოლირებული, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს, რომელიც კარიბჭეა დავარქვათ შავი ზღვის მეშვეობით ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან. ჩათვალეთ, რომ არავის არ ჭირდება არც ცენტრალურ აზიას და არც რეგიონს. აი ეს არის უმძიმესი, მე ვიტყოდი, აი ესეთი სურათი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, რომელიც ყველაფერზე ავტომატურად მოქმედებს. ეს არის შუადერეფნის თემა და არა მარტო. უღრმესი მადლობა. ზვიად ჭუმბურიძე, ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი იყო ჩემთან ერთად.